ეს ხეები არის 200 წლის. ანუ კონკრეტულად ეს ხეები ზოგი არის 250, ზოგი არის 300. თუზენაესმა სასამართლომ ჩათვალა, რომ საქმე არ არის საინტერესო და არ უნდა იყოს განხილული. ხატვარი ანა გაბრიაძე დიღმის ტყეპარკის ბედიღბალზე უკვე მერამდენედ საუბრობს. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით ტყეპარკს სარეკრეაციო სტატუსი აღარ დაუბრუნდება. მოქალაქე ანა გაბრიაძისა და კავკასიის გარემოს დაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციის საჩივარი სასამართლომ დაუშვებლად ცნო. მოსარჩელეების სარეკრეაციო ზონის სტატუსის დაბრუნებას და თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილების ბათილად ცნობას ითხოვდნენ. საკრებულოს გადაწყვეტილებით დედაქალაქის პერსპექტიული განვითარების გეგმაში ცვლილებები შევიდა და დიღმის ტყეპარკის ნაწილს რეკრეაციული სტატუსი მოეხსნა. საზოგადოებრივ საქმიან ზონად გადაკეთებულ პარკში მრავალსართულიანი შენობის აშენებაა შესაძლებელი. დიღმის უნიკალურმა ტყეპარკმა 8 ჰექტარი მოცულობის სარეკრეაციო ზონა დაკარგა. საერთოდ ენით აუწერელი რაღაცა ხდებოდა. გაყალბებული საბუთები იდო, ორნაირი რუკა იდო საქმეში. რეგლამენტი იყო დარღვეული საკრებულოსი. ნაცვლად 5 კომისიის 2-ზე იყო გატანილი. ანუ ეს არ დაბადებული გადაწყვეტილება არის. დიღმის ტყეპარკის სარეკრეაციო სტატუსის აღდგენის საკითხი საქართველოს ყველა ინსტანციის სასამართლომ უკვე განიხილა. ჟურნალისტური გამოძიება ამ თემაზე სტუდია მონიტორმა მოაზრდა, სადაც გამოჩნდა, რომ ტყეპარკის ნაწილისთვის სტატუსის მოხსნით მმართველი პარტიის წევრები იყვნენ დაინტერესებულნი. სტუდია მონიტორის გამოჩენამ ახლა დაკანონებულ კორპუსთან ხმაური გამოიწვია. განსაკუთრებული აგრესიით შიდა ქართლის გუბერნატორის ლადო ვარძელაშვილის დედა გამოირჩეოდა, რომლის ოჯახიც როგორც აღმოჩნდა ამავე კორპუსში ცხოვრობდა. გაშალეთ გაუნებით, რა თქვენ სახელზე გვარგავიგებ და ანა გაბრიაძისა და კავკასიის გარემოს დაცვითი ორგანიზაციების ქსელის ინტერესებს სასამართლოში ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავდა. ლალი პეტრიაშვილი იმ დარღვევებზე საუბრობს, რომელიც ტყეპარკისათვის სარეკრეაციო სტატუსის მოხსნას ახლდა თან. პრაქტიკულად არ იყო არნაირი კვლევა ჩატარებული, რამდენად დადებითად იმოქმედებდა ეს გარემოზე. ანუ კვლევები უნდა ჩატარებული იყო გარემოზე მოსალოდნელი ზემოქმედების შესახებ, თუ ახალი სტატუსის შესაძლებლობას ხდიდა ამ ტერიტორიის ფარგლებში სხვა ახალი ნაგებობების გაჩენას. ეს იყო ყველაზე მნიშვნელოვანი დარღვევა, ჩვენ ვფიქრობთ, რომელიც საკრებულოს მიიღო აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებისას. და მეორე რაც ყველაზე მნიშვნელოვანი იყო, პროცედურულ დარღვევებს ჰქონდა ადგილი იმ გადაწყვეტილების მიღებისას, რომელიც გასაჩივრებული იყო ამ საქმეში. ვფიქრობ, რომ იყო საშუალება იმისი, რომ ეს საკასაციო საჩივარი ყოფილიყო დასაშვება ცნობილი უზენაესი სასამართლოს მიერ და განხილული ყოფილიყო საქმე არსებითად. სასამართლოს შეეძლო სხვა გადაწყვეტილების გამოტანა, რაც უფრო მეტად იქნებოდა შესაბამისი საზოგადოებრივ ინტერესებთანაც და თუნდაც განცხადებებთან, რასაც ჩვენი პრეზიდენტი და სხვა მაღალი თანამდებობის პირები თავის დროზე აკეთებდნენ დიღმის ტყეპარკთან დაკავშირებით. რამდენიმე ბანდიტმა როგორ უნდა ატეროროს ამდენი განათლებული, ნორმალური, თუნდაც დაჩაგრული ადამიანი, რომელსაც არ აქვს პენსია, არ აქვს ხელფასი, ელემენტარულად არ აქვს სამუშაო და ერთადერთი რაც აქვს ჩერჩა ჰაერი და ეხლა იმ ჰაერსაც სადაც სულთქავენ და გამოდიან იქ ბავშვებს ასეინებენ, ართმევს რამდენიმე ბანდიტი, რომელმაც მოისყიდა მერიის სამსახურების ხუაჩის, რომელთაც ორლარად მიწეს ეს მიწები პარკში, ხა ბულონის ტყეში ვინმე რომ დაიწყოს შენებლობა ან ცენტრალურ პარკში. ციხიდან არ გამოვა რამდენი მრავალი წელიწადი. და აქ უკანასკნელ ტყეპარკს ქალაქში ანადგურებს ეს ჯგუფი. ფაქტია და რეალურად არსებობს ტენდენცია, რომ თბილისის განაშენიანებულ ნაწილში რაღაც სასწაულით შემორჩენილი რეკრეაციული ზონები უქმდება და იქ ხდება მშენებლობების დაწყება. როგორც გარემოს დაცვითი ორგანიზაციების ქსელში განმარტავენ, დიღმის ტყეპარკის შემთხვევა საკრებულოს მხრიდან ქალაქის მწვანე ზონების მიმართ დამოკიდებულების ტიპიური მაგალითია. საკრებულომ მიიღო გადაწყვეტილება ათეულობით რეკრეაციული ზონის სტატუსის გაუქმების შესახებ, მათ შორის ბევრი მათგანი ქალაქის ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს, მათ შორის არის დიღმის ტყეპარკიც. თუმცა სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა, როდესაც თბილის მუნიციპალიტეტს შეუერთდა დედაქალაქის გარშემო არსებული ტყეები. თუ სტატისტიკას შევხედავთ, შეიძლება მოგვეჩვენოს, რომ თბილისი ერთ-ერთი ყველაზე კარგად გამწონებული ქალაქია, ამიტომ რომ რეკრეაციული ზონების რაოდენობა საკმაოდ დიდია, გამომდინარე იმ სატყეო ფონდის ტერიტორიების შემოერთებიდან. თუმცა ეს რა თქმა უნდა არის უბრალოდ ცვლილება ქაღალდებში და ციფრებში და ეს რეალობასთან ამას არანაირი შეხება არ აქვს.
ზოგჯერ ვფიქრობ, ნეტა სხვაგან მეცხოვრა, იმიტომ რომ ეს დეჩემს თავაზობდნენ საბურთალოზე ბინას და ამ ტყის გამო აქ აღმოვჩდით და ანუ ძალიან ვხატავდი ბევრს აქ, ვიზრდებოდი. დიღმის ტყეპარკის აქტიური დამცველი ანა გაბრიაძე ქართული სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას ევროპულ სასამართლოში გეგმავს. მე ვთვლი რომ ვალდებული ვარ ეს გავაკეთო, იმიტომ რომ მე დარწმუნებული ვარ და უამრავი ხალხი არ დარწმუნებული. ანუ ეს თეთრზე თეთრს ვიძახით. ტყეპარკი უნდა ეკუთვნოდეს ქალაქს. არსებობს ნება, არსებობს სამართალი. არსებობს ბრძოლის უნარი და კონსოლიდაცია. მაქვს იმედი.